მოგესალმებით. მე ვარ ანი ჯაფარიძე და ჩემი პოდკასტების თემა არის სექსუალობა. დღეს 1 აპრილია, დღე, როდესაც მსოფლიოს დიდ ნაწილში სიცრუე დაშვებულია. ამიტომ გადავწყვიტე მესაუბრა იმაზე, თუ რას და რატომ ვიტყუებით საკუთარი სექსუალობის შესახებ. ალბათ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტყუილი ორგაზმს ეხება და ამ ტყუილს ქალები ვამბობთ. ოღონდ ეს არ არის ტყუილი საკუთარი თავისთვის, ეს არის ტყუილი, რომელიც პარტნიორს სჭირდება, რადგან მასკულინური პერსპექტივა ქალის სექსუალობას მარტივი სქემით არ იკვლევს. მიზეზები შემდეგნაირია. იმის გათვალისწინებით, რომ სექსუალური აქტი არის ურთიერთგაგების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ფიზიკური ინტერპრეტაცია და ქალის შემთხვევაში ორგაზმის მიღწევა მეტად რთული პრაქტიკაა, პროცესში შეიძლება დადგეს გაცნობიერების ისეთი მომენტი, როცა ხვდები, რომ აზრი არ აქვს, რის გამოც წერტილის დასმის მეთოდს, ანუ ორგაზმის გაყალბებას მივართავ, რათა ასე ვთქვათ, არ დატანჯო, ან დაღალო პარტნიორი შენი ორგაზმამდე მიყვანის მცდელობებით. რამდენადაც მარტივია კაცისთვის ორგაზმის მიღწევა, იმდენად რთულია ეს ქალისთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორგაზმის გარეშე სიამოვნების მიღება არ ხდება. სექსი არ არის მხოლოდ ორგაზმი, ის მოიცავს რამდენიმე ეტაპს, პრელუდიას, უშუალოდ აქტს, მრავალი ტიპის სტიმულაციას, როლურ თამაშებს, ფანტაზიების გაზიარებას და საუბრებსაც კი. ამიტომ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი აზრით, მოტყუება ორგაზმის თაობაზე უსაფუძვლო სიცრუეა, ყოველგვარ საჭიროებას მოკლებული. კიდევ ერთი გავრცელებული ტყუილი ისაა, რომ ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რასაკვირველია, საუბარი არის მიკროსკოპულ ან გიგანტურ გაბარიტებზე, მაგრამ მთავარი ყოველთვის არის პერფორმანსი. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, არ აქვს მნიშვნელობა რა ამხელა ქრონომეტრაჟი ექნება ფილმს. მთავარია სიუჟეტური განვითარება და რამდენად კომპლექსური და საინტერესო იქნება ის. ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ არსებობს როგორც 3 საათიანი და უინტერესო, ასევე სრულიად გრანდიოზული და მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრებიც. აქვე ვახსენებ, რომ საკითხის განხილვასა თუ შეფასების დროს აქცენტის გაკეთება ფორმაზე და არა მიზანზე მოგცემს ჭეშმარიტებასთან უფრო მიახლოვებულ დასკვნას. ქალისთვის ორგაზმის მიღწევა ნორმაზე მეტად უნიკალური გამოცდილებაა, მაგრამ ჩვენი არასწორი წარმოდგენები ინტერკორსზე გტოვებს გაწბილულ მდგომარეობაში. ორ ადამიანს შორის ძლიერი ვნება გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ზომები. რადგან ზომა უფრო მეტად სოციალური მნიშვნელობისაა, ვიდრე სიამოვნების მიღების უშუალო განსაზღვრელი. აგრეთვე მცდარი წარმოდგენები გვაქვს იმასთან მიმართებაში, თუ რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს სექსუალური აქტი. ამ წარმოდგენებს ძირითადად პორნოგრაფია და კინო აყალიბებს, სადაც ძირითადად არარეალისტურ აღწერას ვაწყდებით. ამ მხრივ ძალიან სასაცილო და ამასთან ბუნებრივი სცენა გვხვდება ფილმში უოლ სტრიტის მგელი, როდესაც დიკაპრიოს პერსონაჟი ტრაბახობს თუ როგორ აპირებს მარგო რობის გმირთან საოცარი ღამის გატარებას. შემდეგ კი აქტი მხოლოდ 11 წამს გრძელდება. კაცს ეაკულაციის მისაღწევად ცოტა დრო სჭირდება. როგორც სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, სტრესული სიტუაციის დროს ხანგრძლივობა კიდევ უფრო მცირდება. რეალურ ცხოვრებაში პრელუდიის გარეშე სექსუალური აქტის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით იმდენ ხანს გრძელდება, რამდენი ხანიც ქართულ მოკლემეტრაჟიანი ფილმის მიხედვით ძის ჩაქრობის შემთხვევაში დედამიწაზე წვდიადის დამყარებას დაჭირდება. 8 წუთი. ამიტომ რაც მალე განთავისუფლდებით მცდარი წარმოდგენებისგან, მით უფრო დავაღწევთ თავს უაზრო ფრუსტრაციას და აღარ მოგვიწევს ერთმანეთისთვის კომფორტის მომგვრელი ტყუილების თქმა.